მეჯნისწყლის ტერიტორიაზე 53 ბრიგადის შენობაში შესახლებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. მაღალმთიანი აჭარიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ფაქტს ისინი შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილნი, თუმცა უაღრესად მძიმე პირობების გამო მთავრობისგან საკრებულოს თავმჯდომარისგან დახმარებას ითხოვენ. აქციაზე მყოფ და განცხადებით აღნიშნულ შენობაში მყოფი მოსახლეობის უმეტესობა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან მტოლვილთა და ეკომიგრანტთა კატეგორიას მიეკუთვნება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის დახმარების მოლოდინში არიან და იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ პრობლემას გულთან მიიტანს და გამოსახლება არ შეეხებათ. რას პასუხობენ ქალაქის მუნიციპალიტეტში აქციის მონაწილეებს, მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. ეს ის არის, რომ ამ გაჭირებულ ხალხს ნახეთ რაღაც ტერიტორია, რომელშიც არის ნასახლარს უფრო გავს და იმედი ვიქონიეთ, რომ ჩვენ გაჭირებულებს ამ ადგილზე მაინც რაღაცას მთავრობა გვიშველის. მე პირადად ბიძინა ივანიშვილის ძალიან ვთხოვ, მობრძანდეს აქციებს როცა ატარებდა, ხო უნდოდა ეს ხალხი. ეხლაც მობრძანდეს, წამოყვეს იმ ჯგუფს, გააკეთებიო სია ამ ხალხთან ერთად, მეც მინდა თავშესაფარი. ყველა ვარ თანახმა იმ ადგილში, ერთი წუთი დავასრულებ, აშენდეს კორპუსები, დაგვასახმოს ხალხი, შევსახლდებით. დატოვეთ აქაურობა და გაიტანეთ თქვენი სახლები. ეს ხალხი სადმე გასვლას არ აპირებს, არავინ არ გავა აქედან. ამ ხალხს რომ აუქციონის და ყიდვის საშუალება ქონოდეს ხვროდან, გზის ფული არ აქვს დღეს და ხალხი ისე ხვეწინთა მუდაით ჩამოვიდა 50 თეთრი არ ქონდა ამ ხალხს რომ აქ მოსულიყო. მერიასთან მდგომარ ჩავლეეშვილს ველოდებით. და დიდ პატივს დაგვდებს თუ მოვა და გაგვესაუბრება. რას მოვითხოვთ და ყურადღებას ვითხოვთ ეს ხალხი.